მოშვავდა ის ჩვენი მხარი. დაგვეღუპა პირველი შვილი 17 წლის, 99 წელს. იმ ადგილას ჩემი შვილი აღმოჩნდა, სკოლა დაამთავრა, მოვიდა საჭმელი ჭამა და იქ ჩვენი საბიძაშვილო ცხოვრობდა, წევდნენ მანქანით, რომ სახლები და დაეცლებინები. მიხდნენ, რომ აქ აღარ იყო კაი ამბავები, იმ საბიძაშვილოს მანქანით შევიდა და ვეღარ მიაწიან იმ სახლებთან და მოსხდა შვავი, წამოვიდა გორა და დაეცა. 6 დღის მერე ვნახეთ. 6 დღეს საროჩქებზე ვტიროდი შვილს. ტანსაცმელზე ვტიროდი. ტრაქტორმა იდარე გამეიღო და ხელი გამოჩნდა. მარჯვენა ხელი გამოჩნდა. ეს უთხარი ჩემი შვილე მეთქი ხალხი ყლენ. არაო, ჩემიაო, ჩემი ყველას ეძებს. მისცეს ეძებს. ჩემია მის ხვილი თითები ქონდა ხელები და მე ყაზმით გამევხე. მე თვითონ კარდონზე დავაწვი. ცალი ერთი ფეხი არ ქონდა. დავასაფროთ ამან არ იცოდა. ამის მერე კიდო 13-ში მეორე შვილი მომიკიდა კიდო. ხიდან ჩამოვარდა. ყოველთვის ტირილი ოჯახს არ შვენის. მაშინას რომ დავაბრუნებდი სეპარატორი ოჯახის ჩვენ მაშინას რომ დავაბრუნებდი, მაგზე გავძღებოდი ტირილითაც, სიმღერითაც. ერთი მოგწევ საშუალებას რომ მეიცმინო გოუძლო. იტირო, ტირილი ვერაფერს ვერ გააკეთებ. გავნაგდე ცხოვრება, გამწარებული ცხოვრება. მშობლის გულს რა გაამხნევებ შვილო. არაფერი ქვეყანა.